მოკლედ, სანამ კამპუსში მე ვიქნები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა. შენ ახლა მე ძალიან გამაბრაზე. ჰალკ! კამილ, გადმომიგდე ბურთი. ჰუ, ეს საშინელი სროლა იყო. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლია, ნუ იტანჯავ თავს, აინ შევძლებ მე გაკეთებას. შეგიძლიათ უფრო ფრთხილად იყოთ? მაგარი ტყუპები არიან. დილან ვისთან ერთად იქნებოდი? ოლისთან თუ მოლისთან? მე ორივეს დაუახლოვდებოდი. ისინი ერთნაირები არიან. არა, ორივესთან არ ვაპირებ ურთიერთობას. მე პოლისთან ვიშლი, მე მოლისთან დავრჩები. თინეიჯერებს ახალი ამბავი მე უნდა ვუთხრა. მესმის, რომ შენ კამპუსის ადმინისტრატორი ხარ, მაგრამ ეს ამბავი ჯერ მე გავიგე. თინეიჯერებს მე ვეტყვი. რა მატრაკოეცა? თითქმის დავაკეთე. მეგობრებო, შეიკრიბეთ. მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს თქვენთვის. რა მოხდა ამჯერად? ორი ამბავი მაქვს. ერთი კარგი და მეორე ცუდი. ცუდით დაიწყე, რომ ყველას განწყობა გააფუჭო. ამინა, კარგით დაიწყე. ბატონი მაქსი დღეს კამპუსში არ მოვა. მაგარია. რატომ გიხარიათ? ცუდი ამბავი ჯერ წინ არის. ცუდი ამბები არ გვინდა. უბრალოდ გვითხარით შენი ცუდი ამბავი. ჩვენ ახალი მასწავლებელი გვეყოლება. არის. ამბობენ, რომ ის ძალიან მკაცრი და ბოროტია. ფაზლ, შენ გეშინია? ხო, უკვე მუხლები მიკანკალებს. ახალი მასწავლებლის ჩვენ არ შეგვეშინდება. იმედია, სიმპათიური აღმოჩნდება. გირჩევთ, ჩვენი კამპუსის საუკეთესო მხარე ვაჩვენოთ, თავაზიანად და ზრდილობიანად მოვიქცეთ. ჰეი, მეგობრებო, რა მოხდება, რომ ახლა სასეირნო წავიდეთ? ჰეი, ლუზერო, მარტომ გაისეირნე. აბა, ცუდი ამბავი უკვე თქვით? გოგოებო, ყველაფერი გამოგრჩათ. მაგარია. მეგობრებო, შეხედეთ. რა? ჯანდაბა. მე ახალი მასწავლებელი ვარ აქ. ეს ჩვენი ახალი მასწავლებელია? პატარავ, შენ საბავშვო ბაღიდან გაიქეცი? როგორც ჩანს, მას საბავშვო ბაღი და სკოლა აერია. გადაიწიე კალათბურთის მოედნიდან, სანამ ბურთს მოგარტყავთ და შენ შემდგომ ტირილს დაიწყებ. ჰეი, მიდი კარგად დააკვირდი აბა ჩემს ხელებს. მაშ კიდე ვინმეს უნდა ხუმრობა და ბავშვის დაძახება, ჰა? მე არა, და შენ? არც მე. კარგი, ყურადღებით მომისმინეთ. მე თქვენი ახალი მასწავლებელი და ბატონი მაქსის საუკეთესო მეგობარი ვარ. ამიტომაც შეგიძლიათ დღეიდან მინი ჰალკი დამიძახოთ. მინი ჰალკი. რამე სასაცილო ვთქვი, ჰა? არა. კარგი, სამომდე დავითვლი და ზუსტად 3 წამში კლასში უნდა იყოთ. აბა, გასაგებია თუ არა? 1 2 3. ასე რომ სანამ კამპუსში მე ვიქნები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა, გაიგეთ? ბატონო მინი ჰალკ, რა არის გაკვეთილის თემა? თქვენ რა, მეხუმრებით ახლა? გაკვეთილები აღარ იქნება. მინი ჰალკი გაკვეთილების წინააღმდეგია. ის მსოფლიოში საუკეთესო მასწავლებელია. ეს მინი ჰალკი ნენელა მომწონს. არ მითხრა, რომ მასზე შეყარებული ხარ. ჯერ არა, ეს შეიძლება მალე მოხდეს. ნერვებს მიშლის, შემიძლია ის ჩემი ჯოხით ვცემო. ბენ, შეხედე, ლორა მინი ჰალკს უყურებს. ლორა, სერიოზულად ათვალიერებ მინი ჰალკს? ბენსიკ, ეს ყველაფერი შენს ფანტაზიაშია. თუ მხედველობა დაგიქვეით და მზის სათვალეები მოიხსენე.
მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ, რომ არ ვისწავლოთ. ჩვენ ყველანი მერე სულელები გავხდებით. მე არ მომიცია საუბრის უფლება, როცა მე გეტყვი, მაშინ ილაპარაკებ, მაგრამ ჩვენ მოკლედ, ფული მჭირდება. ყველა სწრაფად დადებს $50. გასაგებია თუ არა? და რა მოხდება თუ მე არ მინდა მონაწილეობა? ისინი ვინც უარს იტყვიან ფულის ჩარიცხვაზე, კამპუსში იატაკებს დაასუფთავებენ. ბუშტო, გინდა რომ კამპუსის იატაკები დაალაგო? სულელს გავარ? რა თქმა უნდა არ მინდა. გონი ჩვენც მოგვიწევს ფულების დადება. რატომ მაშტერდებით? გაკვეთილი დასრულდა. ყველანი თავისუფლები ხართ. ჩვენ საყვარელი ტყუპები ვართ. ჩვენ ძალიან გვიყვარს სპორტი და ჩახუტება. არ ფიქრობთ, რომ მინი ჰალკი ნამდვილი მასწავლებელი კი არა, არამედ თაღლითია? მან თქვა, რომ ის ბატონი მაქსის საუკეთესო მეგობარია და მაქსი კამპუსში თაღლითს არ გამოგზავნიდა. ვინმე მსადა ბატონ მაქსთან დარეკვა? კი, მაგრამ ტელეფონს არ პასუხობს. საერთოდ გიფიქრიათ, რომ მინი ჰალკმა მაქსი მოიშორა და მისი ადგილი დაიკავა? გულისხმობ, რომ მან რაღაც მსგავსი. ნუ იგონებ რაღაცებს. მინი ჰალკი ჩვეულებრივი მასწავლებელია. ჩვენ მას ვერ შევეჩვევით, რადგან ის გიჟია. მოდი ჩვენს მეგობარ ჰალკს დავუძახოთ. მინი ჰალკი დაინახავს მას და შეეშინდება, მერე კი კამპუსს დატოვებს. მშვენიერია, შესანიშნავი იდეა, ახლავე დავურეკავ მას. ჰეი ჰალკ, პრობლემა გვაქვს. სასწრაფოდ მოდი კამპუსში. ჩვენ გელოდებით. აბა, რა თქვა მან? მოდის? რა თქმა უნდა ის მოვა. ის ჩვენი ძმაა. ბატონო მინი ჰალკ, თუ დახმარება დაგჭირდებათ, შეგვიძლია კამპუსის დათვალიერებაში დაგეხმაროთ, რომ არ დაიკარგოთ. გმადლობთ გოგოებო. ბატონო მინი ჰალკ, აქ არის კამპუსის წესების სია. გაეცანით მას, თუ რამეს ვერ გაიგებთ, დაგეხმარებით. დაივიწყეთ წესები. მინი ჰალკი სხვისი წესებით არ ცხოვრობს. ახლა აქ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მე კამპუსის ადმინისტრატორი და მასწავლებელი მაქსის მარჯვენა ხელი ვარ. გილოცავ, შენ აღარ ხარ კამპუსის ადმინისტრატორი. რას გულისხმობ? ზუსტად იმას, რაც თქვი. ახლა ეს ლამაზმანი იქნება ადმინისტრატორი. რა? კამპუსის ადმინისტრატორი მე ვიქნები? წინააღმდეგი ხარ? რა თქმა უნდა არა. ვაუ, ლორა, როგორ გაგიმართლა? ვიცი, ეს იმიტომ ხდება, რომ მე ტკბიანი და ლამაზი ვარ. დაფიქრდით, მეგობრებო. კარგი, ყველაფერი ჩემს ნაცვლად ლორამ გააკეთოს. კარგით გოგოებო, მე მშიერი ვარ, წავალ. მინდა რომ რამე შევჭამო. მაგარია. გაიწიე ბუშტო. ჩემი საყვარელი 4 ყველი. რატომ აიღე 4 ყველი? ყველზე ალერგია მაქვს. მე რაც მინდოდა ის ავიღე და თუ არ გინდა, ნუ შეჭამ. მე ძალიან მომშივდა. ჰეი, სხვათა შორის, ჩვენი პიცაა ეს. ჩემი ფულით ვიყიდე. დააბრუნე დროზე. და თუ არ დაგვიბრუნებ, ბატონ მაქს დავურეკავთ და ვიჩიwლებთ, რომ ჩვენს ფულსა და საჭმელს იღებ. ბატონ მაქს ურეკავ ახლავე. რა? მაგრამ ჩამშვებობა არ არის კარგი და მე ტელეფონი დამჭირდება. მან ჩემი ტელეფონი წაიღო. როგორ დავიბრუნო ახლა ის? ბუშტო, მან პიცაც აიღო. მაინტერესებს, პიცა გემრიელი იყო? კითხე მინი ჰალკს და ის გეტყვის. კარგი ბიჭებო, დღეს ვარჯიში არ გვექნება, რაღაც ხასიათზე არ ვარ. ვარჯიშისთვის ყველანაირად მოვემზადე და მალე მნიშვნელოვანი შეჯიბრიც გველის. მე ვთქვი რომ ვარჯიში არ იქნება, არ გესმით? ბენ შეხედე, შენი კამფეტი მინი ჰალკს ეფერება. რა? ის სერიოზულად ცდილობს ჩემ პატარა კარამელთან ფლირტს? ზაკ, მოემზადე შენი ჯოხით. მისტერ მინი ჰალკ, თქვენ ძალიან ძლიერი ხართ. ლორა, რა ხდება?
ახლა ჩხუბი იქნება. ბენს მისტერ მინი ჰალკმა თავის ადმინისტრატორად დამნიშნა და ახლა მე მუდმივად მასთან ახლოს უნდა ვიყო. დიახ, ეს სილამაზე ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება. ლორა არ მინდა რომ მისი ადმინისტრატორი იყო. ადმინისტრატორობა ძალიან რთულია და ეს ნიშნავს რომ ერთად ნაკლებ დროს გავატარებთ. ადმინისტრატორი გაბი, მოლი ან პოლი იყოს. მე მზად ვარ ადმინისტრატორი ვიყო და ჩვენც გვინდა ეს. ბენს მგონი ცოტა საჭარბო. ადმინისტრატორობა არც ისე რთულია. ასე არა, მისტერ მინი ჰალკ? დიახ. ბენს, ადმინისტრატორობა სულაც არ არის რთული. რო შემომთავაზო, ნუ არც არც მე ვიტყოდი და მე წინააღმდეგი ვარ, რომ ლორა მისი ადმინისტრატორი იყო. მისმინე კალათბურთელო. თუ ჩემი არჩევანის წინააღმდეგი ხარ, ესე იგი ჩემს წინააღმდეგაც ხარ და ეს მე ძალიან მაღიზიანებს. კარგი ბატონო მინი ჰალკ, ჩვენ თქვენი არჩევანის წინააღმდეგი არ ვართ. მოიცადე, ჩვენ არსად არ მივდივართ და თქვენი არჩევანის წინააღმდეგი ვართ. ბენს, მასწავლებელთან კამათი არ შეიძლება. ჰო! აი ისიც, გაუმკლავდი მას, მე მივხედავ ამას. ბიჭებო, ამ პატარისთვის დამირეკეთ, რა ხდება? რაო? ახლა ხან პატარა ბიჭი დამიძახე? არ უნდა გეწოდებინა მისთვის პატარა. კარგი მინი ჰალკ, მკვდარი ხარ, ჩვენი მეგობარი სწრაფად მოგიგვარებს. მიდი ჰალკ, დაარტყი მას ახლავე. დაამტკიცე რომ აქ ყველაზე ძლიერი შენ ხარ. შენ მე გამაბრაზე. ჰალკ. და ასე დაემართება ყველას, ვინც მინი ჰალკის წინააღმდეგ წავა. კამპუსის ადმინისტრატორო, წამოდით. ბოდიში ჰალკ. ლორა, სწრაფად დავბრუნდი ჩემთან. შემოღალატე. დაანებე თავი ძმაო, მე თვითონ ვიცი რაც უნდა გავაკეთო სულელო. ჰო, მე კარგად ვარ, ცოტა მტკივა. მინი ჰალკმა ჩვენი ჰალკი ნოკაუტით დაამარცხა. მეგობრებო, მოდით ამ ვიდეოს უამრავი მოწონება დავუწეროთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაელოდეთ ჩვენს ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის! ჰალკ, ადექი. არ მინდა, უკვე კარგად გრძნობ თავს.